სოციალური მედიის გარეშე დღევანდელი მსოფლიო სრულიად განსხვავებული იქნებოდა. ფართოდ ხელმისაწვდომმა ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველა ასაკობრივ ჯგუფში შესაძლებელი გახადა კომუნიკაციისა და კავშირის სრულიად ახალი დონის შემუშავება. სოციალურმა მედიამ გვაჩვენა შესაძლებლობების ახალი სამყარო და ამის ანსვლოდ შეიცვალა ისიც, თუ რას ველით, რა გვჭირდება და რას მოვითხოვთ სოციალური მედიისგან. სოციალური მედიის გავლენამ სამუდამოდ შეცვალა ბიზნეს გარემო, შექმნა უპრეცედენტო შესაძლებლობები და ძირეულად შეცვალა მომხმარებელთა მოლოდინები. დღეს უკვე ვერ იკითხავ, გჭირდება თუ არა სოციალური მედიის გამოყენება ბიზნესში, თუ გსურს დარჩე მომგებიანი. მთავარი კითხვაა, როგორ უნდა აუწყო ფეხი სოციალური მედიის სტრატეგიაში მიმდინარე ცვლილებებს და როგორ გამოიყენო ეს დინამიკური, მუდმივად განვითარებადი პლატფორმები შენი ბრენდის, გავლენისა და სანდოობის მაქსიმალურად გასაზრდელად. დავიწყოთ ამ საკითხის მეტად სიღრმისეულად განხილვა. ამ ცვლილებების გააზრება აუცილებელია, რათა გამოიყენოს სტრატეგიები თანამედროვე სამყაროში წარმატების მისაღწევად. სოციალური მედია გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ აქ და ახლა. ჩვენ უფრო მეტად ვართ მომენტში, ვიდრე ოდესმე. იმგვარად, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებთ გადაცემულ ვიდეოს სხვა ქვეყანაში მყოფი ადამიანის ტელეფონიდან და რეალურ დროში ვხედავთ იმას, რასაც ის ხედავს. ჩვენ ვხედავთ ისტორიებსა და ტრაგედიებს რეალურ დროში, რედაქტირებისა და ცენზურის გარეშედაც. საკმარისია უბრალოდ ვიღაცამ ვიდეო გადაიღოს და დადოს. პირად ცხოვრებაშიც კი, ვინმე სოციალურ ქსელში გვერდ შევამოწმებთ, რომ გავიგოთ, როგორ არის, სად ისვენებს, ან რას აკეთებდა დღეს. დღეს მივეჩვიეთ ჩვენ, რომ ჩვენი ცხოვრება სამყაროს თვალწინ მიმდინარეობს. თითოეული ჩვენგანი შეეჩვია მომენტალურ გაზიარებას და მყისიერ უკავშირს, კომენტარებსა თუ ლაიქებს. გამოიყენე ინტერნეტისა და სოციალური მედიის მყისიერება შენს სასარგებლოდ. გამოიყენე ვიდეოს ძალად და ის აპლიკაციები, რომელიც ამარტივებს აუდიტორიასთან ურთიერთობას, თუნდაც პირადად ან გქონდეს იმ ადამიანთან შეხება. სოციალურმა მედიამ, ინტერნეტმა და ტელეფონმა ყველა ადამიანი აქცია კომენტატორად, ინფორმაციის გამავრცელებლად. ჩვენ შეგვიძლია თითქმის უსასრულო რაოდენობის ინფორმაცია ვიპოვოთ ნებისმიერ თემაზე სხვადასხვა წყაროდან. თუმცა, უკვე თანდათან მეტად რთული ხდება ინფორმაციის ჩახშობა ან დეზინფორმაციის კამპანიების განხორციელება. ეს კი სოციალური მედიის ერთ-ერთი დადებითი შედეგია. სოციალურმა მედიამ ასევე შეცვალა ექსპერტის ცნება. დარგი სპეციალისტებს შეუძლიათ ნიშურ აუდიტორიას მიაღწიონ უფრო მარტივად, ვიდრე ოდესმე, მოგზაურობისა და საჯარო გამოსვლების საჭიროების გარეშე. ბლოგები, ვიდეოები, ვებინარები და სოციალური მედია ექსპერტის ცოდნას უშუალოდ დაკავშირებს მათთან, ვისთვისაც ეს ინფორმაცია განკუთვნილია. ამავე დროს, ახლა ინდივიდის პასუხისმგებლობა გადაწყვიტოს ვისი ექსპერტიზაა რეალური. სოციალური მედია საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ცოდნა, ტექნიკური უნარები და მიმზიდველი პიროვნება, მიაღწიონ მილიონობით ადამიანამდე და დიდი წარმატება ნახონ კარიერული კუთხით. რას ნიშნავს ეს შენთვის? სოციალური მედია გაძლევს ოქროს შესაძლებლობას, ჩამოყალიბდე ოქროს ექსპერტად, შენ სფეროში და შენი ცოდნა მთელ მსოფლიოს მიაწოდო. ააშენე სანდოობა და ბრენდი იმღირებული ინსაიტებით, რომლებსაც სოციალურ მედიაში აზიარებ და გამოიყენე კავშირები შენი გავლენის გასაფართოებლად. ცვლილებები მომხმარებლების ქცევაში. ადრე შესყიდვამდე ვკითხულობდით ექსპერტების მიერ დაწერილ გზამკვლევებს. დღეს კი გადაწყვეტილებებს ვიღებთ მომხმარებელთა შეფასებების საფუძველზე. სოციალურმა მედიამ მთლიანად შეცვალა ის, როგორ ვეძებთ და ვიღებთ ინფორმაციას და როგორ ვაფასებთ რეკომენდაციებს. იქნება ეს მცირე თუ დიდი გადაწყვეტილებები. რას ნიშნავს ეს შენთვის? პოტენციური მომხმარებლები ხშირად გაცილებით მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სხვა კლიენტების შეფასებებსა და რეალურ გამოცდილებას. მომხმარებელთა მომსახურება დღეს უფრო გამჭვირვალეა ვიდრე ოდესმე, ამიტომ აუცილებელია კმაყოფილება იყოს შენი სტრატეგიის მუდმივი ნაწილი და აქტიურად წაახალისო კმაყოფილი კლიენტები, დაგიტოვონ შეფასებები და გაგიზიარონ ციტირებადი უკავშირი. დღეს ჩვენ ვამყარებთ მეგობრულ და ბიზნეს ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, ვისთან სოციალურ მედიაში ვურთიერთობთ და ეს კავშირები ისეთივე რეალურია, როგორც პირისპირ ჩამოყალიბებული ურთიერთობები. ურთიერთობების საჭიროება არ შეცვლილა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩვენი საზღვრები. ამის შედეგები საკმაოდ მასშტაბურია. სოციალური მედიის წყალობით დღეს ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად ზომისა, აქვს სარეკლამო მიღწევადობა, რაზეც ტრადიციულ მედიის ეპოქაში ყველაზე დიდ კომპანიებსაც კი არ შეეძლოთ ეოცნებათ. ნეტვორკინგიც აღარაა მიბმული ოფლაინ სივრცეში ურთიერთობასთან. როცა სოციალური მედიის აქტივობა პოტენციურ კლიენტებს კარგად გამართულ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე მიჰყავს, ეს წარმატების რეალური ფორმულაა. სოციალური მედიის გამოყენება კლიენტებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის შესანარჩუნებლად ზრდის რეკომენდაციების რაოდენობას და ამცირებს მომხმარებლების დაკარგვის რისკს.
კლიენტები, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ შენ შეთავაზებებს და მუდმივად იღებენ ინფორმაციას ახალ ან განახლებულ პროდუქტებსა და სერვისებზე, უფრო ხშირად ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მედია გვეხმარება გლობალურ ბაზარზე გასვლაში, უნდა გახსოვდეს, ის ხდის გლობალური კონკურენციის ნაწილადაც. ყველა არსებულ უპირატესობას შენი კონკურენტებიც იღებენ. ბაზარზე ლიდერობის შესანარჩუნებლად შესაძლოა დაგჭირდეს თამაშის დონის აწევა, ახალი ტექნოლოგიების, მაგალითად ვიდეო კონტენტის გამოყენება ან კავშირსა და ჩართულობის სტრატეგიების გაფართოება. სოციალური მედიის პლატფორმები და ინსტრუმენტები სწრაფად იცვლება, რაც მოითხოვს მუდმივ სწავლასა და ადაპტაციას. სწორედ ამიტომ, გამომყევი ამ არხზე და მოისმინე საინტერესო სიახლეები და მეთოდები სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და ვიდეოების მოწონება. აბა შემდეგ შეხვედრამდე.